როგორ ვრცელდება მუნი, რა სიმპტომები აქვს და როგორ შეიძლება დაავადების თავიდან აცილება. Ამ საკითხებზე კანისა და ვენს სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის დერმატოვენეროლოგმა პროფესორმა თინა ქიტუაშვილმა მედია ჰოლდინგ კვირას პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში მუნის შემთხვევები ყოველწლიურად ვლინდება. Ამ დროისთვის გახშირებულია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, დაავადებისას მნიშვნელოვანია იმ სქემის ზუსტი დაცვა, რაც ექიმმა პაციენტს ურჩია. უნდა მოხდეს კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული მკურნალობა და საჭიროა იმ ნივთების დეზინფექცია, რომლებსაც დაავადებული ადამიანი შეეხო. ეს არის პარაზიტი, რომელიც არ დაფრინავს და რომელიც გადადის მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ეს არის ძალიან დასაფიქრებელი, ეს არ გადადის საერთაშორისო გზით, გადადის მჭიდრო კონტაქტით, ტანსაცმლით, ლოგინის თეთრეულით და რბილის საგნებით. ერთი რაც მნიშვნელოვანია ამ პარაზიტისთვის, ეს არის თვალით უხილავი პარაზიტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კანზე პარაზიტობს. ის არ გადადის არანაირ შინაგან ორგანოებზე, არანაირ შიგნით დაავადებებს არ იწვევს. მას დაახლოებით პარალელი რომ გავალო და მოსახლეობის ის უფრო ადვილი წარმოსადგენი იყოს, უფრო პატარა ვიდრე ტილია. ხო, დატილიანება ყველამ ვიცით ჩვენ, პედიკულოზი საკმაოდ გავრცელებულია პერიოდულად საბავშვო ბაღებში თუ სკოლებში და ეს ტალღები ხშირად ახლავს ხოლმე თან ზუსტად ესეთი ჰიგიენის დაუცველობას და ეს მიგრაციას მოსახლეობის გადაადგილებას დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ. თუმცა ეს ჩვენ ხედავთ და ამ ტკიპას პარაზიტს, რომელსაც სარკოპტეს სკაბიე ჰქვია, ანუ სკაბიესის გამოუწვევი ესეთი მიკროსკოპული ტკიპას ჩვენ ვერ ხედავთ. და სანამდე კლინიკა გაიშლებოდეს, სანამდე ვივარაუდებდეთ, რომ ეს დაავადება ადამიანს აქვს, და ვთქვათ ჩვენ შვილს თუ ახლობელს აქვს, მანამდე მას აქვს ინკუბაციური პერიოდი, რაც დიაგნოსტიკის სირთულეს ქმნის. ნახეთ, 2 კვირის განმავლობაში, საშუალოდ 2 კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კანზე, ვთქვათ, იყოს მდებარეობდეს ეს პარაზიტი, მაგრამ კლინიკა არ იყოს გაშლილი. ანუ არ ჰქონდეს არც ქავილი, არც ვთქვათ, კანზე რაიმე გამონაყარი, იმიტომ რომ მას არ აქვს ჯერ დრო, რომ შეძრეს კანში, დაიწყოს იმ კვერცხების დადება, რომელიც მის გამრავლებას ხელს უწყობს. ანუ მდედრი შეიჭრება რა კანში, დაიწყებს კვერცხის დადებას და გამოჩეკვა და იწყება შემდეგ პატარა მუნის ტკიპების, ამ პერიოდში ეს მოძრაობა ტკიპების იწვევს ქავილის შექმნას. და ეს ქავილი ძლიერდება სითბოზე. ჩვენ სამი აუცილებელი პარალელურად უნდა დაგვაიწყდეს. მკურნალობის ჩატარება, პრეპარატის წასმა, რა თქმა უნდა, ექიმთა რეკომენდაციით, კონტაქტში მყოფი პირების აუცილებელი დამუშავება, აქვთ თუ არა მათ გამონაყარი და დასაცმლის და შემხები ესეთი საგნების დეზინფექცია.